ვარ ჯგუფი Big Show. შემოგთავაზებ ცეკვას. ძალიან კარგი და პატარა ჯექსონიც მოგიყვანიათ. დიახ. აბა დავიწყოთ. Michael Jackson! Big Show ძალიან საინტერესო ნომერი იყო. თითოეული თქვენთაგანი არის უნიჭიერესი და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. დიდი მადლობა პატარა მაიკლს. რამდენი წლის არის მაიკლი? ვის? პატარა მაიკლი ყველა ჯობდა, საუცილებლად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერია. 8 წლის ასაკში ესე ცეკვა ძალიან რთულია. მე უნდა გითხრათ რომ მეგობრებო, რა გვეშველება ნახევარფინალებში და ფინალში მე არ ვიცი. ამდენი კარგი ნომერი არ მახსოვს რომ ნიჭიერში ყოფილიყოს. ძალიან მომეწონა თქვენი ნომერი, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კი უნდა გითხრათ, იმიტომ რომ იყო არაჩვეულებრივი. კი. ხუთი კი. მაგარი იყო ის ბავშვი, просто საღო. 8 წლის ბავშვისთვის ძალიან რთულია. 1 2 3 ფინიში! გამარჯობა. მიხარ თქვენ. მე ვარ ტრანსპორტის მოსიარულე და რამერად. ეს არის თქვენი ნომერი. ისურვებ წარმატებებს ხელოვნების სცენაზე. მე ვარ მოსიარულე და რამერების ხელმძღვანელი. და ძალიან რთულია ძალიან დიდ შემადგენლობასთან მუშაობა. ყველას უნდა გქონდეს რითმის შეგრძნება. არ ვარგა, უფრო რითმულად, რითმი არის მთავარი. ანუ მე იყოს შედეგი და ანუ ბავშვი მიაქციოს წარმატებას. რითმულად. ავიდა. ურითმო და არაფერი არ გამოვა. დადგა დრო რომ გადავინახოთ ფილარმონიისგან. ყველაზე დიდ და მასშტაბურ ნომრებს East Point-ი უმასპინძლებს.
მაშინ ასე მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით East Point-ში და ყიფში უნდა გითხრა, რომ აქ განლაგებულია 10 კინოდარბაზი და პირველად საქართველოში IMAX ტექნოლოგიის კინო, ასევე 12 ხაზიანი ბოულინგი, ლებოვსკი, აბა ой, აქ რამბავი ყოფილა, მოგვადგნე. მობრძანდით. მობრძანდით. ამდენი ვერ მობრძანდებით, მაგრამ შემოიწიეთ. ერთი ნაბიჯით. იარ. წარმატებებს გისურვებთ. ალბათ გმისით. ხოთ. აუ! მოგესალმებით. გაგვიცანით თუ შეიძლება. ჩვენ ვართ დამსხური მოსიარულე დრამერები. დავიწყოთ. ბაშა! აბა ჰე. აუ, მინდა ამ ჯგუფში. მაგარია. აი ჩვენ ბავშვობაში ბაბას ხებს რო ატრიალებდნენ, ეს ბავშვები თეფშებს ატრიალებენ. აი მიმეშა მაგარია. მე რამდენიმე წელი ცხოვრობდი ამერიკაში და იქ მაქვს ესეთი შოუები ნანახი, სულ ოცნებობდი საქართველოში ყოფილიყო რამე მსგავსი. ეს იყო ძალიან ამერიკული, ეს იყო ძალიან ღონიერი და მაგარი, ძალიან მომეწონა, გეუბნებით ბევრ ამერიკულ კინოს. შენი ოცნება ახლა ხედავ. ბევრი ამერიკული შოუ საქართველოში და ჩემი კითხვები. ბავო, მე მგონი არ ვცდებოდეთ თქვენგან 5 დასარტყამი კი არა და დარწმული კი. დარწმული კი. ამერიკული, yes! მაგრები ხარ. პირველივე ნომერი სახალისო. შთამბეჭდავი და რაც მთავარია ახალია. East Point-ს კიდევ მალე დაუბრუნდებით. სახელი გვარი ასაკი საიდან ხარ? ასაკი სავალდებულოა. ფიფია სულხანი, დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი, კონკრეტულად სოფელი კაჩინოდან. რა საკეთებ სულხანს? რაღაც ტრანსფორმერ ნომერს, რომელსაც საიდუმლო დავტოვებ, რომ ერთი ხელი ჩაიდე და რაღაცა ისე იყოს, ამაზად რო იყოს, ხო ხტები, აი ესე. რატო გადაწყვეტე ნიჭიერში გამო? ეს შეკითხვა რა დამისვა. ხო, შემდეგ next მითხარი და წავახვიე. ახლა მინდა რომ გავიდეთ პირველი. და მოულოდნელობა ის მიდი გადი და გადიფშენებურად ჩავდი. შენებურად გადი? არ შემასხვიდა ხა გოგო შენებურად გადი. არ მომჭრა თავი. თავი არ მომჭრა გოგო. აი მოწოს ეს ხალხი. გამარჯობათ. გამარჯობათ.
გაგვეცანი თუ შეიძლება. ფიფია სულხანი. ძალიან სასიამოვნო. რა შეგვისრულებთ? ცეკვავთ რამეს? არა, ვარ დამწყები დიზაინერი და შევასრულებ სათანადო ნომერს. აბა დავიწყოთ. მე შემოგთავაზებთ ისეთ ნომერს. გადიგი. აი რა кай მოდელი ყოლია ფიფია ძალიან კარგი. ეს ნომერი შეუძლია გააკეთოს ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც შეუძლია მაკრატელი იხმაროს. დღეს მოხდება ტრანსფორმაცია რაღაცების. აბა ტრანსფორმაცია თუ მოხდება ჩემზე? პიტოთი ვანიკო? აი ხლა ამ გოგოს საცვია ეგრეთ წოდებული ბოდი თუ რაღაცა და ეს უნდა დაჭრა? საცურაო კოსტუმი. საცურაო კოსტუმი, რომელიც შეიძლება გარდაიქმნეს უკეთესად, აი უფრო ლამაზი რო გახდეს. ლამაზი რო გამოვიდეს. გენდობი ვანიკო. შენს კაიტანზე ხარ რო იცოდე. კარგი, გელოდებით. კარგით? ეხა კი მარა რა უნდა მოჭრას ეხა იმას რაღაცია. სადმედი შენ? მან მე ვერ ჩავალ გენასვალი. ვაიმე. ფუჭურიებ, თხილად ფუჭურიესთან. გავიგონე, ქალბატონოია, გავიგონე. ვაიმე, სასიკვდილია. აუ სამოჭერი რა. აუ რა ლამაზ რაღაცა საკითხი. ხილად იყავი რომ დრამე მნიშვნელოვანი არ მომაჭრა. რა გაგშენ მან მნიშვნელოვანი. ხალხზე გაუხარდა ვაიმე. ვაიმე, შეერჭო გოგოს, მაგრამ შეგერჭო? შეარჭო. ნახე რა ლამაზი ორნამენტები, ანანასებს გავს. ანანასებს სხვა რამე გავს. ანანასებს არა, ისეთ ანანასებს გავს. ანანასებს არა. ანანასებს ტერსი. ეგ არის კლიანობელი რაც გამოვიდა ამ საცურაო კოსტუმიდან. აი რა კარგია. ძალიან ლამაზი არის, ეფექტური არის, შეიძლება ადამიანებმა გამოიყენონ და როგორ გითხრათ, აი თავის ტანსაცმელს გაუკეთონ უფრო კარგი ვიზუალური ხარი, რომ აქციის ტანსაცმელი. შეიძლება სწრაფად გაკეთდეს. რა არის, აი რომ ადიან ხოლმე ჟიურის წევრები და ეხლა არადოს არ მომდომებია. როგორ მომინდა ეხლა რომ მომეჭრა მან რაღაცა დამეჭრა, დავხერდი მაგას. არაჩვეულებრივი მანდილოსანი ყავ და მე გეტყვიკის. ერთ მნიშვნელოვნად კი. მადლობა. მეც ვამბობ კი. ძალიან მადლობა. მეც ვამბობ ის. მადლობა რუსკა. გადასული ხარ შემდეგ ტურში და აბა შენიცი. გელოდები შემდეგ ტურში. მოგზაურები გასავასი. მოკლედ გელოდები შემდეგ ტურში. ამ გოგოს გარეშე არ დაგინახო მოსული. აიმე არა, ორთმა მიყვან. მანდარა, მანდნუ ვერ გახვალთ მანდა. ეს. დიდი მადლობა. მე მოვიწყე აბსოლუტურ 64. გამარჯობათ, მოგესალმებით. წარმოგიდგინეთ თქვენი თავი. ანსამბლი ბერიკაცები. საიდან მზადებით ბერიკაცები? საგარეჯოს რაიონის სოფელი კაკაბეთი. რას გვიმღერებთ, ჩემო ბატონო? გარეკანხურს. გაიხარეთ. ხო. გელოდებით, დიახ. არალალო ვარისალალო ბანებო. რა მაგარი სიმღერა. რა ლამაზი ხმები აქვს, ბიჭო, საიდან ამოსდის?
ნომერია უკვე ფოლკლორული და როგორც კი usmen გავიწყდება ნელ-ნელა ჟიური, გავიწყდება წითელი კნოპკა, ოქროს კნოპკა, ეს ყველაფერი გინდა მიატოვო ეს ყველაფერი გაიქცე. თქვენსკენ ჩემო ბატონო ადგე კაკაბეთს, მასპინძელო დაგეძახოთ, იმედი მაქვს გამიღებთ კარსა და 1-2 ღამე გავატარო თქვენთან. ეს იქნებოდა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. ამიტომ მობზანდი. ველოდი ამას მეტყოდეთ და შემოდგომა. გურულად იმას ვქენი რაღაცა გავყვაჭრე. აუცილებლად ჩამოვალ გენაცვალეთ და დიდი მადლობა მე პირადად რა თქმა უნდა გეტყვით კი ის. საქართველოს მთავარი სიმდიდრე არის ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ არაამქვეყნიური ნიჭი სიმღერის. ამ ფონზეც კი გამორჩეულია კახელების ხმა და კახელების პოლიფონია. არსად ასე არ მღენიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში. ეს არის მართლა საოცრება და ხეც ვიხრით თქვენს წინაშე და გეუბნებით ყველა კი ის, რაც გამაჩნია. საოცრების ავტორები იყავით ეხა ამ სცენაზე. და ხუთი კი გაქვთ ერთმნიშვნელოვნად. მადლობას მოიგდით. ხუთიკიო. მე ეჭვის ამეპარებოდა, მაგრამ მაინც გილოცავთ. ირიქით თქვენ, დიდი მადლობა თქვენ. კლასიკური მუსიკის დონის ფასეულობა გასლაპარაკობს. საოცრება ვიღაცა კახელი გლეხის გაკეთებული პოლიფონია, რომელიც პირდაპირ ბეთჰოვენზე უკეთესია. პირდაპირ, აი ჩვეულებრივად. აი მელოდია, სად არის თქვა ვიფიქრე. უგენაცა, დიდი მადლობა. What is it? It is sherry. 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 სასმელი. This is vodka. Vodka, სადარ ვერ vodka. სადარ ვერ, სადარ. აკარი. გამარჯობათ, მოგესალმებით. Hello. Hello. You don't speak Georgian. Unfortunately. Okay. So what is your name? My name is Ricardo and I come from Sweden. I don't know. My name is Richard. I call myself also Ricardo when I perform. My father, he wanted me to play the violin, so I didn't like it. And then I
was balancing things, I was juggling and playing the violin, and I was making up this act. So it's thanks to my father. So every time I come to a new place, I see things I would like to balance. And here in Georgia, you have many traditional things I have tried to balance, and this is what I like to do. And I hope to surprise the Georgian audience. Okay, so Nice. let's see. Let's start. Let's start. Okay, thank you. Good luck. არ გამაგიჟო. ეხლა არ გადამია. არა. ეხლა როგორ ჩამოდის ეს ყველა? Bravo Riccardo! Bravo, 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 bravo. Thank you. Very well done, Ricardo. Actually, it's a very really Swedish balance. You know, it's a very Typical Swedish balance. Yes, typical one. So it was very interesting. Nice. Thank you. Thank you very much. It was brilliant, Mr. Ricardo. So I'm saying definitely yes. Thank you. You are definitely coming back to Georgia for second round. Yes. Thank you very much. Big yes. Thank you. Yes, of course. Yes, of course. Thank you very much. Thank you. Thank you, Georgia. Thank you. Thank you very much. Thank you. Thank you very much. See you next time. See you. Bye bye. Thank you. ჩვეულებრივი რიგარდო ყავდა მე. გადავიდი. რა მაგარია. ჯერ ვერ დაუკრავითო სკრიპტა და ასე ნუ დაგძაბან და დაიბრუნე. ძალიან კაი ტიპი იყო. პროფესიონალი მან. დიდი მადლობა.
გამარჯობა. გამარჯობათ. თქვენი სახელები მითხარით? გიორგი და მეგი. რა უნდა გააკეთოთ სცენაზე? ცეკვა. ხან ნომერს მოგცემთ? წარმატებას გისურვებთ. მადლობა. მხედველობის პრობლემა დაბადებიდან აქვს. და წინ რაღაც ჭდილებს და რაღაცას მარტო მაგას ვხედავ. მეგი არის ჩემი თვალები, რომელიც ამყვება, მიფრთხილდება ძალიან. რაღაც ხდება. Orma is bicho. როგორც მივხვდი, შენ მხედველობის პრობლემა გაქვს, ხო გიორგი? უსინათლო. უსინათლო ხარ სრულიად. მეგი რატო არჩიე შენს პარტნიორად? ერთმანეთს ვავსებთ. ერთმანეთს ავსებთ, რითია? მეგი შენ რატო გადაწყვიტე, რომ ირაკლისთან უნდა გეცედი? მეგის არ ესმის. გასმელა ესეთი ექსტრემალური ნომერი ჩვენთან ჯერ არ ყოფილა, ანუ ყოფილა, როდესაც უსინათლოები იყვნენ სცენაზე, ყოფილა, როდესაც სმენა დაქვეითებულები, მაგრამ ორივე ერთად არ ყოფილა არასდროს, ნამდვილად. ნუ წარმოვიდგინოთ ალბათ მაყურებლისთვის, რა რთულია ცეკვა იმ გადაადგილება ადამიანისთვის, რომელიც ვერ ხედავს, მაგრამ ასევე რა რთულია ცეკვა იმ ადამიანისთვის, რომელსაც არ ესმის მუსიკა, მაგრამ ყველაფერი უნდა ააყოლოს ამ მუსიკას. ბრავო! გიორგი, მე მინდა რომ გითხრა, რომ მეგი ძალიან ლამაზია. ძალიან. იცის. ასევე მინდა მაყურებელს ვითხრა, რომ აი ახლა ერთი წამით ყველამ დახუჭეთ თვალი. და წარმოიდგინეთ, რა რეალობაში უწევდა ცეკვა და ასევე გთხოვთ ყველას, რომ აი ესე ხელით შეიზღუდოთ სმენაც. რომ გამიხვდეთ კიდევ უფრო მეტად რა რთული იყო ის, რაც გააკეთეს ამ ადამიანებმა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნიჭიერი. ჩემთვის ეს არის ეს პროექტი. პროექტი, რომელიც ყოველგვარ შესაძლებლობებს უხსნის ყველა ადამიანს და ამიტომ ბრავო ამ პროექტს. ბრავო თქვენ.
ძალიან ლამაზები ხარ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ერთმანეთი იპოვეთ პირველ რიგში. და თქვენი ჩაკიდებული, ორი ადამიანის ჩაკიდებული ხელი მოდი იყოს სიმბოლოდ ჩვენი მთელი დარბაზი და ჩვენი ერთიანობის. მე მინდა სრულიად გულწრფელად არა როგორც რუსთავიორის დირექტორმა, არც როგორც ნიჭიერის ჟიურის წევრმა, როგორც ამ ქვეყნის უბრალო მოქალაქემ. მადლობა უთხრა ნიჭიერის შემქმნელებს, იმიტომ რომ ეს პროექტი გახდა ასევე სოციალური პროექტი, რომელიც აჩვენებს ქართველ საზოგადოებას, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და შეზღუდული შესაძლებლობების პირები იმაზე მეც აღწევენ ცხოვრებაში, ვიდრე აბსოლუტურად რიგითი საზოგადოების წევრები. ძალიან მაგრები. ნიჭიერის კასტინგი ჯერ მხოლოდ დაიწყო და დაიწყო აღმოჩენებით. მეგი და გიორგი, ყველაზე ემოციური გამოსვლა ნიჭიერში. მოსიარულე დრამერები. ნახეთ Big Show. ანსამბლი ბერიკაცები. წარმოუდგენელი ბალანსი შვედი ნიჭიერის შესრულებით. მათ ვიდეოებს ნახავთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე. ჩვენ უკვე 9 მილიონზე მეტი მეგობარი გვაქვს. შემოგვიერთდით და გაუზიარეთ თქვენი ფავორიტების ვებსაიტს. რეკლამის შემდეგ ყველაზე სწრაფი კუკუტო. ფეხბურთელის შელაპარაკება იაფარულავასთან. მოკლედ ფოხანაძე თუ ვინც ახარ არ ვიცი რა ხარ. ცოტა კორექტულად ხალბატონოია. ჩახუტების თერაპია. ყველაზე დიდი პოზიტივი ნიჭიერის სცენაზე. აი, ეგეთი გზნობა. ალან ბარელი ფიტნეს ბაბუს წარმოუდგენელი შესაძლებლობები. თავზე ხელაღებული როლერები. ჟონგლიორი კრისტალის ბურთები. მისტიური სანახაობა. მომღერალი ლედი ლალიაშვილი. რეკლამის დროს არ დაგავიწყდეთ შემოხვიდეთ iMovie-ის წერტილი G-ზე, ნიჭიერის ინტერნეტ ოთახში. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი სტუმარი გვაქვს. ეს ნიჭიერია. აქ ადამიანები დგამენ ნაბიჯებს წარმატებისკენ. პირველი ნაბიჯი რომ მოინდომო. მეორე ნაბიჯი რომ გაბედო. მესამე ნაბიჯი რომ მიხვიდე იქ, სადაც შენაირი ბევრია. მეოთხე რომ შენი ნიჭი სხვებსაც გაუზიარო. და მეხუთე, დაამტკიცო რომ შენ ხარ ყველასგან გამორჩეული. შესაძლოა ამ ადამიანებს შორის გამარჯვებულიც მოაბიჯებდეს. მანამდე კი გავაგრძელოთ კასტინგი. არის შიგნით. ძალიან საშიშია.
არ გაგვექცეს. ხალხ შეჭამს. არა, გაგვექცევა და ხალხ შეჭამს, არ შეიძლება რა. არა, არ შეიძლება, არა. ამის ნახვა არ შეიძლება. მობძანდით. უი, ამანათი გვაქვს რა წერია დენჯ. ზაო? საშიშია? ძალიან. თქვენ აქეთ მობძანდით, ერთ წუთით აქეთ მობძანდით. გაესალე. რა არის ბომბია შიგნით? მაგას ვერ გეტყვით. ძალიან საშიში და სწრაფი. ან ცოცხალი არსებაა? ვაიმე. რა ქვია? მაგას ვერ გეტყვით. ეს წაიყვან, არ დაგვიტოვოთ? მოგხილავ. სიმშვიდეა, წაიღო. პანიკო, წაიღო. გამარჯობა შეომბატონო. გაგიდებთ მაგკუთში? ხეცი. ყუთი. ესე შუ. ვაიმე, გველი არ იყოს არ. საში ხეცია. ვინ არის? აბაზა თუ რა? მაგას ვერ გეტყვით, ბოლოში გეტყვით. აქ თუ გველია მე გავდივარ. არა, მართლა ოღონდ. დაწერია დანგერ. ნაღდი დანგერებია ეგ. და რა უნდა გვაჩვენოთ დღეს? ეს არის ხეცი, რომელიც თავის სახეობაში არის ყველაზე სწრაფი. მას შეუძლია 270 მეტრი განავითაროს საათში. ვაუ. ლოკოკინა, ვინა ჯაგაც უნდა წარმოგიდგინოთ სოფლიოში ყველაზე სწრაფი, ყველაზე სპორტული, ჯავშანსა და აბჯარში გამოწყობილი. კუა? დიახ. და როგორი მუტანტი კუ ყავთ თუ რა შესაძლოა? ვითი გამოირჩევა ეს თქვენი? ეშვებიანი კუ. მოგზდევ. სახელად კუკუტო. რა ქვია? კუკუტო. ესე იგი კუტო ქვია. კუტო. იგი ყველაზე სწრაფი კუა მთელ სოფლიოში. მან არაერთხელ ასახელა საქართველოს სოფლიოს წინაშე, მოგებული აქვს მრავალი მარათონული რბოლა და შეჯიბრი. რომელ ქვეყნებში? არის დაკარი, რა ვეკითხავთ მარტივ. ერთ სიტყვით ბევრს აღარ გავაგზავნებ მისი სპორტული კარიერის შესახებ მოყოლას და ნება მიგოძეთ წარმოგიდგინოთ იგივე კუკუტო. ეხა დავგუგლავ მაგას. ბიჭო, ისმის, ერიდე. ვაირა. აბა. კუკუტო, ჩვენი ხალხს რა შეგიძლია? ჩვენი ასე სწრაფი. დაგაზე კუკუტო. გაიქეცი. მიდი კუკუტო. აბა, კუკუტო. 1 2 3. ეხლა კუკუტომ რომ მართლა დაგაზოს. აიცა ეხლა ნახე მოკაწრავს. გაიქეცი კუკუტო. რაღაც ხასიათი არ ჩა. გაიქეცი კუკუტო. იქნებ გაიქცეს. არა დღეს ბევრი ირბინა რაღაც ხასიათი არ ჩანს და დაღლილი ვერ არის კაი ხასიათი. გამხნევება ჭირდება. გავამხნევოთ კუკუტო. კუკუტო. გამეიღვიძე კუკუტო. არ უნდა კუკუტო სირბილი. კარგა. ერთი ხო კარგად ახალ კუკუტო. კუკუტო. არ უნდა მაგ თქვენ კუკუტოს კოლექტივში შესვლა. რაღაც ხასიათი არ ჩანს და მოდის ვიხდი. გადაგიღლია კაცო კუკუტო. ხო, ჩასვით ეხა კუკუტო მაგ ყუთუთოში და წაიყვანეთ თუ შეიძლება აქედან იმიტომ რომ ჩეკეთოს. კარგი მოგჭრა კუკუტომ თავი. ნახვამ დე
მოგერია. ეგრეთ არ ვარ ეგრეთ. ეს ერთად კუკუდო. წავიდა. რა გაქვავდა ეს კუკუდო? რა ხერი კუკუდო იყო? ვაიმე და ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. სახელი და გვარი? აშა მუშკულია. კამერას ემალები, ხალხს ემალები თუ რაშია საქმე? არა, ჩამოვარდოს სხვა თემაა. გამარჯობა. გამარჯობა. საინტერესოდ გამოიყურებით. თბილისელ ნეოს გავხარ მატრიცადან. თბილისელი ნახალოკელი ნეო, კი? ეგ არის. ნახალოკელი ნეო. ჩამოვდები, ხო? კი, რა თქმა უნდა. პრობლემა არ იქნება. რატომ ხოვდი ნიჭიერში? ერთ დღეს მაკაცებმა ვითამაშეთ ჯოკერი, რომ ის რა ვინც წააგებსო? ხო. ნუ ნიჭიერში გავიდეს რა. თან ახლა ისე ცუდათაც არ ვიცი ჯოკერი რა. ნუ რა წავაგე და უნდა ჩავაბარო რა. ოვი, ჩემი ძმაკაცები და შეხედავენ რა, დარბაზში დაესწრებიან და ნახავენ რომ ყველაფერი ჩაბარებული იქნება რა. იმიტომ მოხვედი ნიჭიერში რომ ნიზლავი წააგე. დიახ. და რა ნიჭიერში გამოსვლა ცუდი რამეა? გეპაზორება ძმაო. არა, ცუდი რამე არ არის, უბრალოდ წინასწარ არ მქონდა დაგეგმილი. წარმატებას გისურვებ, დაიწყე. რაღაც დებილობას მოსვენ, გული მეგობრობა ოღონ მართლა. თავარია ჩვენ არ გვესროლო. უდრებს არ ვარ. I'm sexy and I know it. I'm sexy and I know it. ეგრე ბიჭო, რას გვებლა დავებული, გასო. Check it out. Wiggle, 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 yeah. Wiggle, 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 yeah. Wiggle, 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 yeah. Wiggle, 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 yeah, yeah. Wow. Udi როგორ მოიხსნა და იზაკე? I'm sexy and I know it. იყო ძელი, მარა ისეთი ძელი იყო. ლაშა! 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 ლაშ! ლაშ! ლაშ, ლაშ. მე ვისვენო შეგაცა. ეგ იწოჩე რა. ლაშა, იცი რა მაინტერესებს? ფეხბურთელი ხარ? არა, ფეხბურთელი არ ვარ. ძალიან მოკლედ გეტყვი, აი მართლა ძალიან მოკლედ გეტყვი, ყოველგვარი მიკიბოკების გარშე. ძალიან მაგარი ტიპი ხარ. არ ჩამომართვა ახლა რაღაც იმაში რომ ჟიურიში ზიხარ და რაღაც. უბრალოდ შენც მაგარი გოგო ხარ. შემდეგ ტურში გადადიხარ და მაგარ შარში ხარ მე მგონი. იყვას ეგეთი შარები ნანუკა. კარგია რომ ის წააგე ის ჯოკერი რომ მოხვედი გვანახე, შემდეგში ბუცები ჩაიცვი, ეს რა ფეხსაცმელია მე არ ვიცი. ძალიან ისე გაგცემთ პასუხს უბრალოდ რომ ეს არის შიპოკები სპორტული. ეს არის შიპოკებია. ერთი წუთი არ უხდება ამ შენ ფოხანს რა, ძალიან დიდი ბოდიში რა. ეს კიდე ნაკრების ფოხანია. რაცა ძალიან კაი ტიპი ხარ. ლაშა მე შენსკენ ვარ. მე შენკენ ვარ. მადლობა. მოკლედ ფოხანაძე თუ ვინც ახარ არ ვიცი რა ხარ, მე მაგალითად არ ცოტა კორექტულად ქალბატონო. ესთეტიურად ლამაზი შესახედი არ ხარ. ეხლავე გეუბნები. უერთობით ფეხბურთში ეს არის საქართველოს ნაკრების ფოხანი ეგრეთ წოდებული და ზევით არის ჩვეულებრივი ათლარიანი ზედა. აი, რა ქვია. არ ვეკვე. უნდა გაერკო სანამ.
მოკლედ რისი თქმა მინდა რომ ეხა ნომერი ძალიან ნორმალური ნომერი იყო, რაღაცა განსაკუთრებული არ იყო, ნიჭიერი კაცია, კენწვა იცი, ძალიან ვნანობ რომ ესეთი კაცი თბილისის დინამოში არ თამაშობს. აი უკვე კარგია, დადებითი წამოვიდა თქვენგან. მადლობა, დიდი მადლობა. მე არას ვამბობ. აი გიგია. ჩემო ლაშა. ერთი წუთი. ბატონო ლევან. გეტყვით კის. მადლობა. მე აუცილებლად გეტყვი კის. მე უნდა გითხრათ არა. თქვენი გადასაწყვეტია? მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკოთ. გელოდებით შემდეგ ტურში. აცო, მოდი ერთი წამი რა, შენ გენაცვალე. ესეთი მაფიოზი ეგონე მაფიოზი ხარ, ფეხბურთში მაფიოზი ხარ. მაყოფილი ვარ საბოლოო ჯამში, რომ ჩემს მაგაცებსაც მოუყვამანე და რაღაც პონჩი იასაც. რას თავარია, თავანი ჩაბარებულია. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა. გამარჯობა. გაგვენცანი. ლევან კახიძე იმერეთიდან, კერძოდ თერჯოლიდან. რა ხდება, რა უნდა გააკეთო? ჩემი შესრულებული ნომრით ყველას ჩაგაგდებთ მე შოქში. გასიზა? რაში ჩაგაგდებთო? ყველას ჩაგაგდებთ მე შოქში. მე შოქში ჩავაგაია. ვანიკოს დახმარება დამჭირდება. მე? ვანიკო, გამოდი. გამოვიდე, დავიწყო. მე რა უნდა ვქნა? შენი რა ჩემი კაც მაგინებს, ხა? შენი. შენი ფუნქცია უბრალოდ დააჭირო სტარტს. რა საპასუხისგებლოს რა? რა შოება? სუფთა ეგ რაზე ცდებ? სუფთა, ფეხით სასიარულოა, სუფთა იქნება. დაიწყო. დავიდა! მორჩა? გადარ? მე დაგტოვებთ მაშინ მეგობრებო. ერთი შემოთავაზება მაქვს შენთან. დიახ. მე დავაჭერ იმ სტარს და მე დავდებ იმ კრეკერებს. მეტი კრეკერი ჭამ, აღარ მინდო. რას ნიშნავს აღარ გინდა? ბევრი მეცადინე და კუჭი ამოსებული მაქვს. ამ ხელა დანადგარი მეიტანე კაცო 3 კრეკერის გულისთვის. რაღაცა გაგეყარა 9 კილო რაღაცა გეკნა. გადავწყვიტოთ, მოდი გადავწყვიტოთ. არა. მეც არას ვამბობ. მე არა უნდა გითხრათ. მე გეტყვით არას. 5 არა გაქვს სამწუხაროდ. Sorry. კარგი წყალია ბაიქი. რა არის ეს? ამას ვერ აგიხსნი ჯიგავ ისეთი რაღაცაა. საშია? კი. მარიო ხარ? აბა? სასიკვდილო ნომერს აკეთე. გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანით თუ შეიძლება. რომა ხობხაძე? რომა, თბილისიდან ხარ? არა, ტყიბულიდან. რა უნდა გააკეთო დღეს? სასიკვდილო ნომერი. სასიკვდილო ნომერი? არ გვინდა რა სიკვდილები. არ გვინდა სიკვდილი. რატო რომა? წარმატებას გისურვებ. აბა შენ იცი. ვინერვიულოთ რომა? ცოტა. თხილად. ვემზადებით სასიკვდილო ნომრისთვის. How do I get to Carnegie Hall? 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 Practice, man, practice. Practice, man, practice.
ჯოჯოხეთია. ბენი. გაჩეკი. ასაც არ შეიძლება სიცოცხლეს გაურკვევი. გამისტაგული. როგორ რომა? ეს არის სასიკვდილო ნომერი? რომა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ძალიან გაგვამხიარულე. კარგი ბიჭი ხარ. აგებზანები. კარგად. მაინც ესე სახიფათო რაღაცებში მიუჩაენები. ხო, ასეც არ გინდა. ახალგაზრდა ბიჭი ხარ. ადგინდა ეს საშიში რაღაცების კეთება. სიკვდილო ნომერი. რა მაგარია. იმერლები მაგრები არიან. ჯერ ხო იმან თქვა საშინელებას ვიზამ ახლა. ხო, და ეხლა ამას სასიკვდილო ნომერი. კასკადე იხურა. ვაიმე. ჩქარა სანამდვილოა. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. გეტყობათ, რომ რაღაც ნორმალურ ნომერს არ შეასრულეთ, განსხვავებულია. ანა, სცენაზე გასვლის დროა. მოდი, ჩაგეხატო. წარმატებებს. მოგზანდით, გამარჯობა ლამაზო გოგონა. აქ მოგზანდით ცოტა ხანი. აი ეს, უი, ნამდვილი ვეფხვები გაცვია? ნამდვილი ვეფხვები. ჩაჩხალი რა. რა ქვია შედა გოგო? მე ვარ ანი. ანი, როგორ ხარ ანი? მე ვარ ვანი. ეს არის გიო. გიო. რა შვები მითხარი, რა ვახარ? მოკლედ რა შვებიდან მინდა რომ ყველა ეს ატრაქცია გავაკეთოთ, რომ ჩავიხუტოთ ერთმანეთს. იმიტომ რომ ხალხს აკლია ჩახუტება ვანიკო. უნდა ჩავეხუტოთ ამას გასაგებია. აუცილებლად უნდა ჩავეხუტოთ. ჩაგეხუტოთ შეიძლება? კი, მაგრამ დაგიძახებ ზენაზე. გამიძახე? კი ბატონო, სადაც მეტყვით იქ ჩაგეხუტებით. წარმატებები. ხუტია გოგო. გამარჯობა. გამარჯობათ. გაგვეცანი? მე ვარ ანი. და ვარ ჩახუტების თერაპიის სპეციალისტი. ხუტია გოგო, ხუტია. რას ნიშნავს ჩახუტების თერაპიის სპეციალისტი? ან ძალიან ბევრი ადამიანი არის მოწყენილი გეთანხმები და პოზიტივი რომ გამოვხატოთ ჩახუტები. აბსოლუტურად გეთანხმები, არაჩვეულებრივი ინიციატივა. ეს არის რაც გვაკლია ნამდვილად. ია, ერთ შამე მინდა საჯაროდ განვაცხადოთ. მე მაკლია ჩახუტება? არა. თქვენ არა, ქალბატონო ია, თქვენ რა ვაგაკლიათ? მოკლედ მე ვარ ქმარს გაშორებული და ხანი მე რამდენი ქმარს? არ უყარდა მას ჩახუტება, ამის თქმა მინდა უბრალოდ. ვერ გას ჩახუტება რისი სინონიმია, შეგიძლიათ გითხრათ პირდაპირ. მე მყავდა ერთი ქმარი, დილობით ჩახუტება უყარდა, მაგრამ მე დავშორდი იმ კაცს. და მოიცა აუცილებელია რომ კაცი და ქალი ეხუტებოდეს? არა, ამას არ გულისხმობ. სქეს არა აქვს მნიშვნელობა. თუ რა ვქნათ ახლა? თან არ აქვს მნიშვნელობა სქესო. ჩაეხუტნენ. ჩაგიხუტო ჩემო სიყარო. So nice. მოკიდე, ერთად ჩავეთული. რა მაგარი ყოფილა ჩახუტება. ია, ჩამეხუტე რა. აიდე მოდი ჩაგიხუტო. მართლა მაგარი უხროთო, ჩამეხუტები? აბა, რას ვიზავ? მოდი გენახო. ჩამეხუტეს! ჩვენ მაღოფილები გავაქვს და დაგიტოვეთ.
იაკობა მოდი ჩაგეხუტო, მოდი. მეშ რა გეხოშები რა. მეშ რა. ხელი მომყვა. მოდი რა გეხოშები რა. აი, ეგეთი გზნობა. ეხლა ამის მერე რა იქნება? ამით უბრალოდ მინდოდა რომ ეს მესეჯი მომეტანა თქვენამდე. დიდი მადლობა. ძალიან კარგი გოგო ხარ. ჩახუტება ძალიან მაგარია. საძილე ოთახიდან რატო ხარ გამოქცეული? იცით რა არის ვფიქრობდი რომ ესეთი ფორმა ჩამეცვა რომ სიმყუდრავესთან ყოფილიყო ასოცირებული და ამიტომ ესე გადავწყვიტე. იმპანტონი. ჩახუტებას კი, ნაიჭროვა. შენც კი, ნაიჭროვა. ძალიან კარგი გოგო ხარ, პოზიტივი ყველაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ საკმარისია ეს იმისთვის რომ აი რაღაცაერად ადამიანებს შევახსენეთ რომ ამდენი ნეგატივის გარდა რაღაც პოზიტიურის გაკეთება შეგვიძლია ესე უპრობლემო. ამიტომ კარგი გოგო ხარ. ანა, მე ალწი შევეცდები რომ ჩემს მეგობრებს ყველა შევეხუტო და ჩვენ ესეთი ენერგიები გავცვალოთ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ შენი საქმე უკვე გააკეთე. მე არ ვიცი შენ რა გააკეთე, მაგრამ გეუბნები არას. დიდი მადლობა რომ მომეცით საშუალება ჩახუტებოდ ლამაზ გოგოებს. ასე დავდექით ყველანი სითბოს და ჩახუტების ხასიათზე. გამახარე. რა კარგია. რაღაცა კაი პოზიტივი იყო, რა გინა, ნუ ხარ ეგეთი ბოროტაშვილი. პოზიტივი მართლა შექმნა. რაჯობია, ჩახუტებას რაჯობია. ერთმანეთის სიყვარულს რაჯობია. ნუ ხარ კარგი გე. ამედი. გაგრძელებაც ასეთი გვინდა. თბილი და გულის ამაჩუყებელი. ნახოთ რა იქნება. რა იყო ახლა ეგი? აი ეს ჩაგვახუტა. ვეფხვებით რატო იყო? ეხლა რომ ამ გოგომ გახსნას კაბინეტი უცებ ჩახუტ. ვაი მე გენაცვალეთ, აი როგორ ვიგზენით, ეხლა მესიზმრებოდა. აბა ბატონო, გაგაცილებთ მაშინ სცენაზე წარმატებებს გისურვებთ. ხო, მაყურებელია? მაყურებელიც კი. ყველაფერი როგორია? აბა ჟიურიც იქ არის, ჟიურიც. თუ არის იქ? კი, ყველაფერი. დავაიტოვებთ. ბაბუა ნახე. სალამი ჟიურის. მოგესალმები. სალამი მაყურებელს. გამოცანით. აჭარი ზავარ კომუნიკაციის რეალი სოფელი ავრაბარი. ბოდიში, ავრაბარი თბილისშია. არამბარი კომუნიკაცია. ალამბარი. დიახ, არამბარი. თქვენი სახელი? ენვერი. ბატონო ენვერ. გისმენთ. რამდენი წლის ხართ? 86 წლის და 6 თვის. არა. რაც ლაპარაკი. უბრალოდ 86 რა ენერგიაზეა. რანაირად ხართ ასეთ ჯანზე? რატო ვარში? დიახ. მე ბავშვობიდან მე ვაჯიშობ. აჰა. ძირით გები 6 საათზე. ვარიშობდი, დავრბოდი და მოეახლა და შეგეცვლები და მოდი. კაი, მოდი. თავში დისვენი, გამოდი. ყველაფერს ვაკეთებ მე. არ მინდა ჩემო მეუღლემ თავი. კი, იმასაც შევძდი, მაგრამ მეუღლემი ვასვენებ, რომ ცოტა შაქრიანობა აქვს და ამიტომ მევეფარიზები. შეალა წამალ დალიე. კი დავლიე, კი. რამდენი წამალი? რაც მეკუთვნო და დავლიე, იგიც და იგიც. ხო, კაი. ფიქრეთ 11 წელი დიდია ჩემზე მეთქი და მოახუცებ მეთქი და შენ მომახუცე აღარ შემიძლია და შენ პეპელას გავხარ მიშენია იმდენი მისიშინა ცალამ ჩემო მეუღლემ ნიჭერებში უნდა წავიდე ერგო თუ გახარდა
ყველაფერი იგზა მიგეშინა. მოიჭმახუდე. შენიცება. მიგეშინა. არი ნერვიულა, ოჯახში არი ნერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ვერ გეიმარჯვე, იგიც არი ნერვიულო. თუ მიგეს კაი ბატონო, თუ მიგეს ჩამოა სახში ილევდა, ჩამოა. ბატონო, მარტო ხარ მოსული, მარტო? მე მარტო არა ვარ. მეუღლე მიყურებს ტელევიზორში, მიყურებს ბატონო ენერ. მე მინდა რომ თქვენ რომ მიესალმოთ თქვენს მეუღლეს და მე თქვენთან ერთად ჩემს მეუღლეს მივესალმები, მანანას ოღონდ უნდა მიმართო რომ 86 წელს ასე ვერ ვიქნები, მაგრამ იქნები. ხო ვიქნები მე. იქნები. არა, გამიმართო. იქნები. უნდა ვიყოთ. და ბატონი ენერის მეუღლე თქვენს მოგესალმებით, გენაცვალეთ ბედნიერი ქალი გამდები. მივესალმოთ. ჩვენს ხარ გადავცეთ ჩვენ ცოლებს. სანამ შეგვიძლია მოკითხოს გადმოგცეთ მეუღლეებო. დავიწყო. გაიხარეთ ქართველო ხალხო. ამდენ გილკა მომცა ამისასეში და მეტი არ მარტო. გოგო, ყველაზე მთავარი დაგავიწყდა, უნდა გეკითხა რითი იკვებება ეს კაცი, დიეტა. რა დიეტა ნატურალურია და ნაყოფია. აი მე. ვახჩი. 26 წლის კაცია. Agi khati. Wait, Argi. Margarita. Ai! Bravo! Deda, რა იყო ეს? გილოცა ბატონო ენვერ, გილოცა. ნახევარ ფინალში ხართ უკვე გადასული. ველაზე სპორტულმა ბაბუმ ალამბარიდან ბოლო ოქროს ღილაკი დაიმსახურა. ის პირდაპირ ნახევარ ფინალშია. აბა დაგემშვიდობებით და გელოდებით ნახევარ ფინალში. დროებით. აბა კარგად. აბა. კარგი პული ჭამო. აუცილებლად. სულ ცოტა ხანია რაც კასტინგი მიმდინარეობს. და უკვე ძალიან ბევრი ვიხალისეთ. და რაც მთავარია, ნამდვილი ნიჭიერები აღმოვაჩინეთ. ჩვენი 9 მილიონზე მეტი მეგობრისთვის უკვე დევს ვიდეოები Facebook-ზე. შემოგვიერთდით თქვენს და გაუზიარეთ თქვენი რჩეულების ხვებსაც. რეკლამის შემდეგ თავზე ხელაღებული როლერები. ჟონგლიორი კრისტალის ბურთები. მისტიური სანახაობა. მომღერალი ლედი ლალიაშვილი. ზუსტად ვიცი რეკლამის დროს თქვენც იგივენერად მოიქცევით როგორც ჩვენ. ანუ შეხვალთ iMovies ინტერნეტ ოთახში ძალიან მაგარი რაღაცები ხდება. რა ქვია? ჩაბა, შენ? ანი, დასაკეთებ. როლიკებით ვკატაობ ჩემი ჯგუფთან ერთად. თითქმის შეუძლებელია რომ ამ სპორტს ტრამვა არ კონდეს, რადგან ექსტრემალური სპორტია. ჭირდება ყოველდღიური ვარჯიში. კეთდება ძალიან ბევრი სახიფათო ილეთი, არის რაღაცა ტრამვები.
your eyes. ხელი ბიჭო მოგა. ეკა ხარათია. ყველანაირად ვეცდებით განახოთ ის შოუ, რაც არასდროს არ გინახავთ. შოუის ჩვენ ვიყვებით ისპანეთში, ეს არის ყველაზე მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ქალაქი, ქალაქის ცენტრიდან 12 კილომეტრში. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გველოდება ძალიან საინტერესო ნომრები, ისეთი რომელიც ნიჭიერის სცენაზე ვერ დაეტია და მჯერა რომ ძალიან ექსტრემალური ნომრების გველოდება. ხო და ჩვენი ექსტრემალური ნომრების ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია Unison, რომელიც თავაზობს უსწრაფეს ანაზღაურებას და სადაზღვევო მომსახურებას მობილური აპლიკაციის საშუალებით. და ეხლა ველოდებით შემდეგ კონკურსანტს. დაველოდოთ. სად არის? მოგესალმებით ბიჭებო, როლერ სკეიტერები ხართ ხო? გელოდებით, იმედი გვაქვს რამე ჩვეულებრივს არ გვაჩვენოთ. გასავარი არაფერი არ იწინოთ. აბა ჰე. Chiga me the press people but nobody chat yes with soul anytime you ready pull out with start war see me this with the turn from the style is the bomb dang you know we see sit down and watch your man all live watch your man now who all my man Magari bici Elsan, magari bici. Vai, man. If press chiga me no press people but nobody chat come face me with soul. 22 in on the sun. Them say them a friend and them bad mind no friend. Anytime you ready for anytime stop. One or two to the long speech from the style is the bounding, dang. Diggy. One or two with the bounding, dang. აჰა მე მგონია რომ ძალიან სახალისო იყო გავერთეთ ძალიან და გავთვით ცოტა წავიცეკვეთ ყველამ მე მგონია რომ თქვენ იმსახურებთ შემდეგ ტურში გადასვლას აუცილებლად ერთადერთი ნაკლი რაც ამას უნდა იყო ცოტა ერთფეროვანი მე ხა ამას ვერაფერს ვერ გავაკეთებ ვერანაირად რა თქმა უნდა ვერც რუსკა ვერ გააკეთებს ამო თუ გინდათ სადი აუ როლიკები რომ რუსკა ალბათ გააკეთებდი როლიკები რომ მქონდეს ია რუსკას რა გაუჭირდება ერთი დავით ჩაგაცმევ თუ გინდათ არ არის ფეხი არ მოტეხოთ გეხოწევით ეს არ არის ნორმალური მაგასაც იზავს მაგრამ კარგი იყო მოკლედ და კონკრეტულად ძალიან მაგარი ნომერი იყო და ისი ადვილად გამოიყურებოდა ეს ყველაფერი ერთი პირობა ვიფიქრე მეც ხო არ გავიკეთოთ ხო ეს როლერები თუ რაც ქვია მაგრამ ეს არის სწორედ გენიალური შესრულების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ყველაფერი ადვილად გამოიყურებოდეს და თქვენ ეს შეძელით მადლობა დიდი ვეცდებით რომ მივიდეთ გენიალურობამდე მე ვფიქრობ რომ დიდი კენჭისაყრელი ამბავი არ არის ცივა და ეკონომიურად გეტყვით რომ 5 კი გაქვთ და გელოდებით მადლობა დიდი კი 5 კი და გელოდებით შემდეგ ტურში ასე აი კულა გამოვიდი ჩვენ ისპანეთში ნახე რა მაგალითად წავიდე Hello. Hi, nice to meet you. Are you from Earth? Yes. Yeah, first then Germany. From Germany. Oh, good. Guten Abend. Hello. Hello. Who are you and what are you trying to do for us? Yes, I'm an artist. I'm a juggler, kind of. I'm juggling without throwing. That means I don't do this. Yeah, okay. Different way. Different way. Interesting. Okay. And yeah, we'll see. Okay. Okay. Good luck. Good luck. So yeah. Yeah. Thank you. Rose, nobody got sick. Hello. Kamaljoba, nice to see you on this stage. What's your name? Where are you from? I'm Kelvin from Germany. Yep.
Yes. That's it. To go to Georgia, it's I have to say I'm a historian, so because it's this famous history of Georgia, what impressed me. This is everything from Georgia. All Georgia, wow. It looks like from the whole world. So I thought, wow, that is a special country. I have to check up, I have to see it because I like nice places. Everybody likes nice places in the world. But yep, so I'm here to check out Georgia. Ah, cool. The main skills for my contact juggling is you are using your hands and your head. But what I do, actually you don't need really the hand and you definitely don't need your head. So you have to put all your feeling and your concentration into the middle in your body and try to get the feeling of the skin. Okay, Kelvin, you can start. Right. Macaria. Bravo! 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 Calvin, that was incredibly good, very mysterious, very enigmatic. I would guess it was one of the perfect shows on this stage this year. So I'm definitely saying yes. I want your show to continue, definitely. Unbelievable. Thank you so much Thank for you. coming from all the way to Germany. Beautiful. გადასარევი ყო. Gratuliere. Sehr gut. Danke schön. Thank you. Yes, it was great. I'm in Georgia. 5 years. See you soon. Bravo! Brilliant. Bravissimo! Perfect.
Thank you. It was very, Thank you. very good. Wonderful. It was... Yes! Dankeschön. Sprechen die Deutsch schnell. Nee, Max, goede gay. იგრძენით რომ ამაზე ვფიქრობთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. გაგვეცანით? ჩვენ ვართ Cevart პროექტის მოცეკვავეები, ჯგუფი RVS-ი. ნუ გულშემატკივრების არმია არის. გასაგებია უკვე რომ წარმოადგენთ CEOs. და რა შეგვისრულებთ დღეს? დღეს შეგისრულებთ პროექციის მართვას. ასეთი ნომერი პირველად გამოდის ნიჭიერში. რას ნიშნავს ეს პრინციპი? უნდა ვნახოთ რომ გავიგოთ რას ნიშნავს. მოდი დაიწყეთ. დაბა რა ანანუკა. ვთხოვთ, ვნახოთ. Anybody here? Anybody here? Anybody here? Yes. Anybody here? Yes. არა კარგად გაგდა. ოჩა გოგოებო და ბიჭებო. ეს მთელი მიმართულება თეატრში განსაკუთრებით, მულტიმედიურ თეატრში და ძალიან ბევრი ხელოვანი მიმართავს ამ ხერხს, მაგრამ სამი ერთად და ქორეოგრაფიული ერთად არ მინახია. მინახია, მაგრამ ნუ ცოტა ვიმაშობდი. ოჩა, კარგი ბავშვები ხარ, გენახები. და მაგრები ხარ ბავშვებო, მთული მისახვედრი არ არის, რომ ის გეტყვით, რა თქმა უნდა. ბავშვებო, სეულ მართლაც გვანებივრებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. ნახეთ, აი ეგეთი თემატიკა, ენერგიები, ეს new age, ახალი მიმართულება, გამოსხივება, ენერგიის გაცემა, ესეთი რაღაცები გვანახეთ ჩვენმა უცხოებმა კოლეგებმა და მე სულ ვფიქრობდი, რატო ჩვენებიც არ აკეთებენ რაღაც დაახლოებით მსგავს სანახაობას და აი თქვენც გააკეთეთ, სეო. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ამიტომ მეც ვამბობ ის. მეც კი. რა თქმა უნდა, ხუთი კი. ცოტა
შევისვენებთ. გამარჯობა. წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. ლედი ლალიაშვილი გორიდან მღერი. და ისე რითი ხარ დაკავებული ცხოვრებაში? ვთამაშობ ჩოგბურთს. მე ვარ ლედი ლალიაშვილი, 14 წლის, ცხოვრობ ქალაქ გორში. ვარ დამწყები ჩოგბურთელი, აქტიურად ვარ ამ სპორტში ჩართული. არ აქვს მნიშვნელობა, წვიმა იქნება, მზე იქნება, ქარი იქნება, ყოველ დღე უნდა იარო. იმისთვის რომ იყო ძლიერი ჩოგბურთელი და წარმატებას მიაღწიო. სიმღერა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გატაცებაა ჩემთვის, როგორც ჩოგბურთი. ამიტომ ნიჭიერში გამოსვლა იქნება ჩემთვის კიდევ ერთი ნაბიჯი წარმატებისკენ. აბა ვნახოთ ახლა როგორ იმღერებ. Is it getting better? It seems to feel the same. We'll make it easy running now. You got someone to blame. You say one love, one life. It's one need in the night. Oh, one love. We get to share it. Leave the darling. Don't care. მე მგონია რომ შენი სახით ამ კონკურსს ყავს ერთი ძალიან სერიოზული და ძლიერი კონკურსანტი, რომელიც ნამდვილად იქნება გამარჯვების სერიოზული ფავორიტი. სუპერ გოგო ხარ და ფანტასტიკურად მღერი. ძალიან მაგარი ხარ. ნიჭიერი ხარ. ჩემთვის შენ ხარ ამ ნიჭიერის მარგალიტი. მადლობა. ჟიურიც აღფრთოვანებულია ჩვენსავით. 14 წელი ეს არის მე მძაქს ეს ასაკი, ჩემი თავი რომ ახსენდება, მცხენია ერთვა, გაცილებთ უფრო გონების ადამიანი ხარ და ძალიან კარგი ორგანიკით, არაჩვეულებრივი შინაგანი კულტურით, სენიორით. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ხედავ. ხუთი კი, Vicky, lady, yellow. გაკ ორი კი ჩვენგან აი შეხარ რაღაც აი ფანტასტიკური ადამიანი ულამაზესი ულიჭიერესი ისე კარგად ვღერი ისეთი სენიური ხარ თონებულები აი ნუ არ ვიცი რას თავარიანი ბედნიერები ვართ რომ გიპოვოთ ძალიან კარგი ესე იგი აუცილებლად გეოდებით ფინალში გეოდებით პირადად მე და ამათი არის ინგლისელს
მსგავდა რა. ჯეინ ოსტინის გმირის გავს. ჯეინ ოსტინის რაღაცნაირი დიდი გულუბრყვილო რაღაცა. ძალიან ლამაზი ბავშვია, კროსმალაკო რაღაცა ჯეინ ოსტინის. ვაიმე გენაც. ამ ნერვიულჯი ეხლა ხომ ჭირდება ცოტა. კოფეინით რაღაც. აუცილებლად. Carry each other, carry each other. დღევანდელი კასტინგი დასრულდა. ლედი ლალიაშვილმა უდავოდ ყველა მოხდა. მანამდეც უამრავი ნიჭიერი ვიპოვე. ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, სახალისო და გამორჩეული კასტინგი იყო. თქვენი რჩეულების ვიდეოებს ჩვენს Facebook-ზე ნახავთ. შემოუერთდით ჩვენი მეგობრების 9 მილიონიან არმიას და გაუზიარეთ თქვენი ფავორიტები სხვებსაც. კიდევ ერთი კასტინგი დამთავრდა და მე აი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ვარიკო. ხო და ეხლა ტიტრები დამთავრდება მალე და ჩვენი შთაბეჭდილებები ერთმანეთს უკვე iMovie-ის ინტერნეტ ოთახში გაუზიაროთ, ჰა? ესე იგი ნიჭიერი ინტერნეტ ოთახში გაგრძელდება. შემოგვიერთდით.